მოკლედ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო დისკუსია ძიმალ ლორთქიფანიძესთან უნდა გადავიდე ახლა შეკითხვით. ბატონო დიმიტრი, ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინაიდან თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს უნდა იყოს ეროვნული ინტერესების გამტარებელი ქვეყანა, თავისი ხელისუფლება და ასე შემდეგ, ჯონ კერის ვიზიტი თქვენს მიიღეთ როგორც დამრიგებლის თუ დირექტივების მიმცემი ქვეყნის ვიზიტი. Პირველში მინდა გითხრათ, რომ ჭკვიანი სწავლობს ხვიშეცდომებზე და მე მინდა ერთგვარად გამოვიპასუხო ქალბატონ მანანას, ჩვენ პიროვნული პატივისცემა მინდა დაგიფიქსიროთ აქვე ქალბატონ მანანა, მაგრამ ის რომ თქვენ მე მიწოდეთ, რომ დემოგრაფიურ განცხადებას ვაკეთებ, მინდა გავაქარწყლოთ თქვენი განწყობა ამ მიმართულებით. ჩვენ პირველ რიგში გამოვდივართ მაგალითებით. მაგალითი უკრაინისა არის ძალიან თვალნათელი თვალსაჩინოება იმ პროცესებისა, რომელიც იმ ქვეყანაში განვითარდა და ტრაგედიად ექცა მთელ უკრაინულ ერს. 2010 წელს უკრაინამ გამოაცხადა თავი უბლოკო სტატუსში. და მაიდნის პროვოცირებული რევოლუციის შემდგომ პირველივე პარლამენტი, რომელიც ახალი მოცემულობით შეიკრიბა, მათ განაცხადეს, რომ ისინი უარს აცხადებენ უბლოკო სტატუსზე და მათი ერთადერთი ხსნა და განვითარების ასე ვთქვათ, ულევი წყარო არის პროდასავლური ღირებულებები და ნატო. Ai NATO-s ხსენებისთანავე განვითარდა ის მოვლენები, რომელიც დამთავრდა უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც იანუკოვიჩი გაიხსნა ძალიან რა გააკეთა. არა, მე გეუბნებით ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. იცით რა არის? ყირიმი დღეს არის რუსეთის ფედერაციის ორგანული ნაწილი და ამ საკითხს საერთოდ მაღალ ფორუმებზე არავინ აღარ აკეთებს დისკუსიაში და ეს თემა არის დაყოლებული. მოდის მოგყავთ ხოლმე. ეხლა მეკითხოთ თქვენ რომ არ შემოწმეთ. მეგონა დაამთავრე. ის პროცესები რაც ვითარდება ლუგანსკში და დონეცკში, იმას ჯერ კიდევ არ უჩანს პირი მოგვარების. ძალიან კარგად მოგეხსენება, რომ უბლოკო სტატუსის პირობა, რომელიც უკრაინას 2010 წელს ჰქონდა აღიარებული და დეკლარირებული, ემსახურებოდა ერთის მხრივ რუსეთის ინტერესებს, რომელსაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ჰქონდა უკრაინის აღმოსავლეთში, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთის ინტერესებს, რომელსაც ტერნოპოლისა და ლვოვის მიმართულებით ჰქონდა გარკვეული ასე ვთქვათ, ინტერესები, ხო? და აქ ყველანი თანხმდებოდნენ, რომ პარიტეტის საფუძველზე უკრაინა ვითარდებოდა მშვიდობიანი გზით. აირია თუ არა ეს პირობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. უფრო ადრე ფინეთს ჰქონდა პრობლემები და სისხლის მღვრელი ომები ვერ შველოდა ფინეთს, რომ თავისი სუვერენიტეტი დაეცვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან უბლოკო სტატუსი გამოაცხადა 1955 წელს, იმ დღიდან დღემდე ფინეთი არის ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული წარმატებული სახელმწიფო. ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ფნით ახალ შესაძლებლობას, მოდით რა პირობითი რეფლექსის დონეზე იმწავს ვეცემით ხოლმე, რომ ეს არის პრორუსული განწყობა, არა, გამერწმუნეთ რა. და შეფარული რუსული ინტერესები ამოიკითხა. ეს არის ჭეშმარიტად ქართული ინტერესები და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, გუშინ ჩამოვედი კახეთის რეგიონიდან, მოვიარე რამოდენიმე ქალაქი საარჩევნო კამპანიის მკვლელობის პროცესში და მთელი კახეთი, იქ სადაც ჩვენ ვიყავით, ძალიან სწორად აღიქვამს და მიეგებება ჩვენს ინიციატივას. დრო ბევრი არ გვაქვს ჩვენ და მე მინდა გადავიდე ახლა მანანასთან, შემდეგ ბატონ ჯონდი და პაატამ უნდა დაგვისახელოს გვარები ვინ გარბოდა 2008 წელს წითელ ხიდზე. მეც კახეთის თემით გამოგეხმაურებით, კიდევ ერთხელ ვამბობ. მე მესმის რომ კახელგლეხს უნდა თავისი ღვინო და ყურძენი გაიტანოს რუსეთში, მაგრამ დავინახეთ რომ ერთხელ გავიდა სამწუხაროდ რუსეთის ბაზარი არის პოლიტიკური ბაზარი. ამის შესახებ ხელისუფლებაც საუბრობს და მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ როგორც ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს პროცესი განვითარდება. ამაზე არ არის საუბარი. ბუნებრივია ქვეყანას ჭირდება ეკონომიკური კავშირები ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ. რაც შეეხება უკრაინის მაგალითს, მე სრულიად საპირისპიროდ მოვიტანდი ამ მაგალითს და ვიტყოდი რომ არა იანუკოვიჩის მერყევი პოზიცია, რომ არა უკრაინის მხრიდან, სწორედ იმ გზით სიარული რა გზას დასახეს მათ. აი რომ არა ის რომ იანუკოვიჩი შემდეგ გადაეხვია, რა, მე დარწმუნებული ვარ, არც მაიდანი იქნებოდა, არც არაფერი იქნებოდა და მიმაჩნია. ხო, ნუ ამიტომ რა ვქნათ ახლა? და აი როცა ფორტფაზეა ლაპარაკი, როცა ფორტფაზეა ლაპარაკი. არ უნდა აუყვეთ. ქერიმ გააკეთა ძალიან სერიოზული პროვოკაციული განცხადება, რომელიც სამწუხაროდ მედიაში განსჯის საგანი ჯერ არ ყოფილა და მოდით გალტონ ინგას ეთერში ამასაც დაუთმოთ ერთი წუთი. ძალიან მოკლედ უნდა. მან გააკეთა განცხადება, პირველმა გააკეთა განცხადება არ ჯო ბაიდენს, არც ჰილარი კლინტონს, არც ერთ მაღალ სტუმარს შეერთებული შტატებიდან და აქვე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დივნის ვიზიტი რა თქმა უნდა მოვლენაა პოლიტიკური თვალსაზრისით. არ გაუკეთებია. პირველმა გააკეთა, როცა საერთო საფრთხეების შეფასება შეეხო ბატონი კერი, პირველად თქვა, რომ ამ საერთო საფრთხეების შეფასებაში ის ასევე გულისხმობს ამერიკის სამხედრო აქტივებს, პერსონალს, რომელიც განთავსებული არის საქართველოს ტერიტორიაზე, ალბათ პირველ რიგში იგულისხმება ლუგარის ლაბორატორია, იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სამხედრო ატაშეს რეზიდენცია, იგულისხმება სამწვრთნელო ბაზა ნატოსი. ანუ ნახეთ, პირველად ჩდება ტერმინები
რომელიც კიდევ ერთი პირობითი გამღიზიანებელი შეიძლება გახდეს მაპროცირებელ ჩარჩოში საქართველოს წინააღმდეგ. ბატონო დიმიტრი, გამღიზიანებელი რუსეთი რომ არ გაღიზიანდეს, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის რუსეთის სახით ყავს ძალიან სერიოზული მეზობელი, რომელიც არის უშროების საბჭოს წევრი სახელმწიფო, დიდი რვიანის წევრი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ატომური ბირთვული იარაღის მფლობელი, სახელმწიფო, რომელსაც არ გაუჭირდა რომ ორ კვირაში ყირიმი წაეღო უკრაინას. კარგით, გავიგეთ. რომ პირი დაემუწებინა ყველა ლიდერისთვის, რომელიც დღეს გაჩუმებულია ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ამიტომ ჩვენ პროვოკაციები გვინდა კიდევ აქ. კარგით, რაღაცას ამბობდა ეხა ბატონი ჯონდი და შევაწყვეტინე, რატო გაგის თქვენ უღიზიანდებით იმაზე, რომ ჩროსა არა, მე არ ვღიზიანები არაფერზე მე შეკითხვას უბრალოდ. ტონალობა იყო, რომ აი ჩვენ გავაღიზიანებს და ის რატომ უნდა გავაღიზიანოთ, ხო? ეს არის პოლიტიკა, ეს არის დიდი პოლიტიკა. ბატონო ჯონდი, ჩემი მეგობრები დაიღუპნენ არა მარტო 2008 წელს, არამედ მანამდეც და თქვენი ქიბრძოდით და თქვენი ბევრი ახლობელი დაიღუპა და ყველა არა, ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. პატა საერთოდ იქიდან დევნილია, რატომ ვამბობ, ნუ გაღიზიანებთო. როდესაც შენი ქვეყნის ოკუპანტზე არის საუბარი, მოდით მართლა ვთქვათ, რომ გულწრფელი გაღიზიანება რა. თუ რუსეთი გაღიზიანდება, ინგა გრიგოლიას და ჯონდი ბაღათურიას ემოციები საქართველოს არ უშველის და არც მაპატიეთ არ გულისხმობ მანანას და ჩვენს ოპონენტებს, ზოგადად ვინმე სენიტლიკინი პოლიტიკოსების ამას არ უშველის. გასაგებია? ამას უშველის რაციონალური გადაწყვეტილებები. რუსეთმა შეერთებული შტატები და მთელი ნატოს ჯარები დაამარცხა სირიაში. 500 მილიონი დოლარის შეიარაღება შეიტანა ამერ ოფიციალურად ეს რაც ღიად ვიცი შეიძლება კიდე ერთი ამდენი იყო შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან შექმნეს ფორმირებები და ჰეთკვირაში პრაქტიკულად აღარ არსებობდნენ და პირდაპირ შეერთებული შტატები პირდაპირ ამბობდა რომ ჩვენ ბომბავს ეს ჩვენ ხალხს ბომბავსო მართლაც ასე იყო და გაასწორა მიწასთან სირია ჩვენ გვინდა სირია ვიყოთ მართლები და სირიას გავდეთ ხო შეიძლება რომ მოდი ერთი წუთი თუ შეიძლება რა ხო შეიძლება რომ საქართველოს ცოტა მოვზომოთ მესმის ემოციები და ისე ვიაროთ რომ მინიმუმ თქვენ ხო ერთასაზე ანუ ამერიკა თუ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასეთი აპოკალიფტური არა აინგა ერთი რამ გაგიკვირდა არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამერიკის და დასავლეთის კარი არ უნდა გამოვიჯახოთ ჩვენ არ უნდა დავჩეთ პირისპირ მარტო რომელიმე მადლობა მე 5 წუთი გამაქვს დარჩენილი პაატასთან და დაასრულებს ქალბატონი მაგას გისმენთ პაატა უპასუხო ძალიან მარტივად რომ დაწეხება ამ თემას და მე თქვენ საზღვართან დაკავშირებით კი ბატონო ბძანეთ იყოს ნუ პირველ რიგში ხა რუსეთის არ გაღიზიანება რუსეთის ყოველთვის იქნება გაღიზიანებული სანამ საქართველოს სრულ კონტროლ ქვეშ არ აიყვანს ყოველთვის გაღიზიანებული იქნება ამაში ორი აზრი არ არის და არ აი დიმონ გაწვა ეხლა ჯოკერი პირველი განცხადება გააკეთო ამაზე თქვი მე პროვოკაცია აქ ყოველთვის შეიძლება მოხდეს დღესაც ხვალა ძეგაც სანამ არ ვიქნებით იქ ცალსახადად ეხა დრო არა დარჩენილი ამიტომ თქვას გავსებ პასუხს რაც თქვენ თქვით პირველ რიგში რაც შეეხება 2008 წელთან დაკავშირებით ვინ გაიქცა ვინ გამოიქცა მოდით ასე კითხვა არ დავსვათ როდესაც მე როგორც კომისიის თავმჯდომარე დიმა აგერადე თუ რაღაცა შემისწორებს მივმართე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომელიც იყო ბადრი ბიცაძე და მოუთხოვეს სიის წარმოდგენა ოფიციალურად ვინც გადაკვეთა საზღვარი და ვინც შემოვიდა აქ როდესაც მომაწოდა პერიოდი მიუთითეთ თუ ახლა არ მახსოვს პერიოდი 5-დან თუ 7-დან თუ არ ვშტაბით 15 რიცხვამდე როდესაც ეს სია მომაწოდეს პირველი რაც გავაკეთე როდესაც სია მომაწოდეს ღია ეთერში ეს ხო ყველა ამ შეუულია კადრები ამოიღოს ნახოს ყველაფერი წავიკითხე ვინ გადაკვეთა შეგვახსენეთ რა არა 40-მდე არის ესე გაიქცა ხო ვიღაცა ფარობის ზონი ეწუდა მე იურიდიულად ლაპარაკობ და ძალიან გთხოვ რა არ მინდა გაიქცა არა კაცურა გასაგებად ხარი ხავს ვინც თავრობა გაიქცა წითელი ზედა ვინც გადაკვეთა ვინც გადმოკვეთა ამის შემდგომ იმა ხო იყო ასე ამის შემდგომ ჩვენ დავიწყეთ იქ იყო გარკვეული თანამდებობის პირის ვინც კომისიაში პირდაპირ ჩავწერეთ დასკვნაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოძრაობა გაურკვეველი საზღვართან ახლოს. აქედან ეს გადავიცით პროკურატურას გამოსაძიებლად. ამის შემდგომ უკვე ვინც გადაკეთა და ვინც გადმოკვეთა, ყველას მოუთხოვეთ თუ რატო წავიდა.
იყო გარკვეული ეჭვები, რომელიც გამოძიებაც მოითხოვდა. ეხლა იცით თქვა მინდა ამით. ვიზე იყო ეჭვები, ბატონო? იცით რა, კიდევ ხო ლაპარაკობ, იქ იყო მაგათად გადასული ზოგიერთი დეპუტატი, გადავიდა, გადმოვიდა. რო უკითხეთ, რატო გადავიდა, რატო გადმოვიდა, თქვა რომ ფული შემოვიტანე. ეხლა მე ხო არ დამიცვლია ფული შემოიტანა თუ გამოიტანა, ხო? ამიტომ უშუალოდ დაადგინოს გამოძიება. ანუ დაუსაბუთებელი იქნება ეხლა რომ ვინმე. ამის შემდგომ მოხდა ის, რომ ну ეს ხო დაავიწყდა ყველას. არა ვიტყვი მასალა და ვითომ მოხდა რა ქვია მაგას. რომ დაავიწყდა ეს ყველაფერი. შემდგომი სია როის ძახია ვერავინ ვერ წარმოადგინა. დიმიტრი ლოთქიფანიძეც ხო იყო იმ საგამოძიებო კომისიაში. მაგდ კობა ნაყოფიად რას ბატონმა დიმიტრიმ ახსენა. ხო? რატო ლაპარაკობ დასაბუთებისგან პირდაპირ მოვთხოვეთ 8 აგვისტოს გამოდის პრესკონფერენციით და აცხადებს რომ საიდუმლო რეჟიმის დაქვემდებარებული ინფორმაცია კომისიის ახლა ვინ გაიქცევა პირველი გაიქცევა ხინგა დაუდა კობა ნაყოფი რადგან ახსენა მეორე იქნება უსუპარდა მეორე საკითხად ეჭვს რაც კობა ახსენა სწორად ახსენა რატო გეტყვით როცა კობა გადავიდა და განმოვიდა ახსნა განმარტება დავაწერიე ახსნა განმარტება პირდაპირ დევს როდის შეუკვეთა ბილეთი ბილეთი შეკვეთილი იყო ეხლა თუ არ მახსოვს 28 ივლისს გავიგეთ რატო წახვედი რო ვკითხე ფული შემოვიტანე ქვეყნისათვის რო კარგით გასაგებია რა ბატონ ჯონი და მანანასთან კითხვა უნდა დავსვა დიმიტრი ლოთქიფანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პირველად მოხდაო ჯონ კერიმ როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე ისაუბრა ამაზე მინდა თქვენი კომენტარი და უნდა დავასრულოთ მერთმან უკრას და კერის ეხლა დაბარებული რეკომენდაციების მიხედვით თუ რაიმე პროვოკაცია მოხდა რუსეთთან პირველი ვინც გაიქცევა ყველაზე მესვის ლაპარაკობს ეს იქნება ხიდაშელი და მე უკან გახვება უსუფაშვილი როგორ ვერ იტანთ ესე იგი ამ ხიდაშელს და უსუფაშვილს როგორც წესი ყველაზე მესვის ლაპარაკობს პირველი ის გარდის ხო უნარიანობას ასუსტებენ და როგორ შეიძლება გვიყვარდეს საბოტაჟია რეალურად თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შესუსტების აგეთ თქვენ თუ ორი კომისიის წევრი ორთან გადასწორო თავრობა გაიქცა ენას ატკიჩებს მე გარდააკეთა ჩვენ უნდა შევასწრებთ თავრობა არა კონსტიტუციის 98 მუხლი ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა თავი მეშვიდე და მე გორის ჰოსპიტალში ვიყავ მინდა გითხრა იქ პირდაპირ წერია რაოდენობის შემცირების საკითხი არის ქვეყნის უშუალოების საბჭოს პრეროგატივა რომელსაც წარადგენს ის საქართველოს პარლამენტის წინაშე და პარლამენტი ხმათა უმრავლესობით წყვეტს და როდესაც ინდივიდუალურად თავდაცვის მინისტრი თავხედობს არ მომირიდება ამ სიტყვის და ამას აკეთებს პრემიერის პრეზიდენტის უშუალოების საბჭოს გვერდისავლით ეს არის დანაშაული ხო მადლობა ბატონო დიმიტრი დაგხვდებით ესეთი ადამიანები ესეთი პოლიტიკოსი გამაგებინია მადლობა საბოლოოდ ეს კურსი უნდა განსაზღვროს ხალხმა მადლობა ხალხი განსაზღვრავს არჩევნებზე რომელ პოლიტიკურ პარტიებს მოიყვანს პარლამენტში თავისი საგარეო ორიენტირებით ეს არჩევნები ასე რეფერენდუმს დაემსგავსება მე დარწმუნებული ვარ კარგეთ პასუხი მინდა ერთ-ერთი პოზიტივი იყო ფულბრაიტი რომელზეც იყო საუბარი გაფრით პროგრამის თვალსაზრისით ფულბრაიტია პოზიტივი იქ არის პოზიტივი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება ბუნებრივია იქ არის გაზრდა განვითარება წაიკითხეთ რაზე მოაწესრიგეთ ჯონდიც ყველა მოდ ამერიკელებმა დრო აღარ მოგცეს რომ იარავი კი არ გვაძლევენ ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრიფინგი დაიწყება და მადლობა ბატონო პარ ალასანია ზუსტად მაგიტომ იყო უილიამ ჰეიგი ჩამოვიდა არა ეს უნდა თქვა აუცილებლად აი ირაკლი ალასანია მოიწვიეთ ირაკლი ალასანია მოიწვიეთ ამ სტუდიაში და კითხეთ რა როდესაც მისი ახლო ნათესავი ქალბატონი მაია ფანჯიკიძე იყო მინისტრი მისი რა ქვია საგარეო უწყების იმ პერიოდში საქართველოს სტუმრობდა უილიამ ჰეიგი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი და პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ კითხა თუ რა შეფასებას მისცემდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას განცხადებას ჰაერს აწინააღმდეგო და რაკეტს აწინააღმდეგო სისტემის განთავსების აუცილებლობას და გაჩნდა ეს იყო დიპლომატიური დუმილი რომელიც დაარღვია მე ჩვენმა საგარეო მინისტრმა და თქვა რომ ეს იყო ირაკლის პირადი ასე თქვა მოსაზრება და რომ ეს არ არის ქვეყნის ოფიციალური პოზიცია და შეგიძლია ამოიღოთ ეს კარგით ქალბატონო მაგის 2014 წელი დავასრულოთ რო აღარ გვაქვს მარტივია 2014 წელი შემიძლია დაგიზარდოს და ამ დავაში და კამათში ძირითადი და მნიშვნელოვანი არის საით უნდა წავიდეს ქვეყანა და საით უნდა განვითარდეს მე მინდა გავახსენო ყველას აქ მყოფ ადამიანებსაც რომ ჩვენ არა ბატონებო ჩვენზე წინა თაობებმა სისხლი გაიღეს იმისთვის რომ საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებელ
ყოფილიყო. დღეს მე პირადად მიმაჩნია მანანა ნაჭყებიას, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, რომ ჩვენ თურმე აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ რუსეთს, იმიტომ რომ ძალიან როგორ დავემორჩილოთ, რას ამბობთ? სად ამბობთ ამას? თქვენ ამ წუთას ამბობთ, რომ სამაჩაბლო სტატუსები გადაწყდეს, ისევე როგორც ყირიმის სტატუსი გადაწყდა, ჩვენ ღია დახურული კარის მიღმა აღმოჩნდა. დიმა, თქვენ მეკითხებოდ რო აღარ გვაქვს. დღეს არის შანსი იმისა, რომ დეოკუპაციის ფორმულა დაიცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასი განისაზღვროს. თქვენ მთელი ეს ეთერი თქვენ საუბრებთ იმაზე, რომ საქართველოს უნდა დაივიწყოს აქეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რუსეთს აღიზიანებს, ანუ ბუნებრივად გამოდის დასკვნები, ჩვენ უნდა წავიდეთ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის კი, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ გავიგებ, თან ყველაფერი ეს გაფორმებულია. ჯონდი, ყველაზე სამწუხარო რა არის, იცით? აი ერთ-ერთ ეთერში კიდევ განაცხადა ასევე ასეთივე მიმართულების პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, რომ ჩვენ აი რუსეთთან რო არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ ვიცით ვის მიმართოთ იმის გამო, რომ აგერ 10 წელი ვაკაკულობთ ნატოს კარზე და რუსეთთან არ დავასწროთ მოლაპარაკებები. უნდა დავასწროთ რუსეთთან არ დავაწარმოოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული გეზი უნდა იყოს დასავლური კურსი, დასავლური ორიენტაცია. ქალბატონო მანანა, დასავლეთთან აღარ გვაქვს ერთობა არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა. რუსეთი არის უპერსპექტივობა, რუსეთი არის უპერსპექტივობა, რუსეთი არის კორუფცია, რუსეთი არის დემოკრატიის ფაქტობრივი მოცემულობა ოკუპანტის, რომელთანაც საჭიროა დიალოგი. არ ვიცი, საუბარი. ფრანგებს არ ელაპარაკათ გერმანელები. დიმა, მეტი რა ვქნა? ბევრჯერ მოგვიწევს კიდევ ამ ბერძნები და თურქები ერთად არიან ნატოს ბლოკში, ერთად. მადლობა. როგორ ახერხებენ ისინი კვიპროსთან დაკავშირებით საკითხის შეკითხვას? რატო საუბრობთ არ ჩართვას? შეიძლება არა გვაქვს რომ რუსებს პირდაპირ დიალოგის პრინციპი ვესაუბროთ პოლიტიკურ. ძალიან დიდი მადლობა. და ეს არის პრორუსულობა? ეს არ არის პროქართულობა? დავასრულოთ მოდით. დიმიტრი ლორთქიფანიძე, მანანა ნაჭყებია, პაატა დავითაია, ჯონდი ბაღათურია იყვნენ დისკუსიის მონაწილეები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ეს თემები ალბათ იქნება ამ კვირის მთავარი თემები, ხვალ უკვე ვარშავის სამიტი იხსნება. შესაბამისად დისკუსია სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით. მე უნდა დაგემშვიდობოთ ძალიან მალე პირდაპირ ეთერში ამ დროისთვის განვითარებული ახალი ამბები და ჩართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ერთმანეთს კი უხდებით საღამოს 7-ზე და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარი იქნება ერთ-ერთი სტუმარი ნინო ბურჯანაძე, ასევე დღის ამბებს 7-ზე ესტუმრება შალვა ნათელაშვილი.